გამარჯობათ, ეს სტუდია ანტიბიოტიკია, მე ოთარევიშვილი ვარ, დღეს ჩვენი სტუმარია გურის მოამბის დამფუძნებელი, მთავარი რედაქტორი ვლადიმერ იგივე ლადო მენამდე. ლადო, გამარჯობა, როგორ ხარ? მადლობთ, არ აგვიშავს. მადლობა, რომ გვესტუმრე, საინტერესო რესპონდენტი ხარ, მსმენია სხვა ჟურნალისტებიდან და დღეს, რავი, ჩვენი მიზანია, რომ ვისაუბროთ რა მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ მედიას, რა პრობლემებს აწყდება დღეს ამ რეპრესიული კანონების გამო, თუმცა ისტორიაც საინტერესოა, როგორ დაიწყე. ასევე, რავი, როგორც ვიცი, სკოლაშიც კი კედლის გაზეთის თავად რედაქტორი იყავი. ანუ ძალიან ღრმა ბავშვობი დაიწყება, შეინტერესება ჟურნალისტიკით და როგორ დაიწყე. ანუ რატო ვარ ესეთი, როგორიც ვარ? ხო, და ნუ გურის მოამბეზე როგორ რა ხდებოდა, იმიტომ რომ საინტერესო ისტორია. წელებს წარმოვადგენ მე სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ იმ თაობის წარმომადგენელმა, რომელიც თაობას ყველაზე მეტად დაიჩაგრა. მოკლედ არც საბჭოთა კავშირი მოგვესრო თავისი მთელი ინფრასტრუქტურით, ანუ ნაშებით და კაი ცხოვრებით და შემდეგ არც არაფერი არ მოგვესრო დღემდე. და ჩვენი თაობა მიდის ბრძოლებში, მიდის რევოლუციები და იყო შეგადაშე გამონათებები, მაგრამ მაინც მოკლედ უფრო ჩქარავი ლაპარაკებ თქვენის ნებართვით ვინაიდან დრო გვაქვს. ცოტა, ესე იგი, ჩემს დროს, როცა მე სკოლაში ვიყავი, სამწუხაროდ ბაღში არ ყოფილვარ, იყო ორი ფერი, სულ წითელი და შავი. ან კომკავშირელი უნდა ყოფილიყავი, ან კაი ბიჭი მომპარაული სოლხედველობით. შაური გაგებით. შაური გაგებით. სამწუხაროდ საბედნიეროდ ვერც ერთი ვერ შევდექი, არ ვიყავი მეთქი, ახლა ვერ წავიდრავ, ვერ შევდექი, ვერც ერთი, ვერც მეორე. ამაში უდიდესი კონკურენცია იყო ეთქო, მაღალი და ვერ გავუწევით. არა, კონკურენცია არ იყო სხვათა შორის. მეხუთე კლასამდე ჩხუბში ადგილები იყო, ვინ პირველ ადგილზე იყო, ვინ მეორეზე, მესამეზე, პირველ სამეულში სულ ვიყავი სკოლაში. მაგრამ კონკურენციის პრობლემა არ მქონდა. უბრალოდ გეტყვი ისი პრობლემაც მქონდა. ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა ორმა გარემოებამ, ერთმა პიროვნებამ. ეს იყო ბაბუა ჩემი, ხარიტონ აბაშმაძე, რომელიც იყო ძველი რევოლუციონერი და რომელსაც ძალიან ზაგდა ხელისუფლება. არ ვიცი, როგორ გასტანა ეს წითელი ხანა ისე რომ ან არ გადაასახლენ, ან რაღაცამ დაგვარი კიდევ და მეორე რადიო მიმღები. შემდეგ 6 წლის 6 კლასს როცა გადავახდით ჩვენ, ზოგს უყვარდა მანქანა უნდა და ოცნებობდა, ზოგი ოცნებობდა იარაღზე. მონადირე ვიყავი, იარაღი მიყვარდა, მაგრამ მანქანა არ მიყვარდა, მქონდა რადიო მიმღები. და რადიოს უსმენდი მაშინ. მოკლედ ალღებზე სულ გეტყვით, ახლავე დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან პოპულარულია რეკლამა, როცა ვიღაც ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ქალბატონს არანაირი ცოდნა უნივერსიტეტმა არ მისცა და ერთ-ერთმა გაანათლა ძალიან მაგრად, ანუ გირძეა საუბარი. ჩემ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ვსწავლობდი, შვედეთში, ოსმალეთში რო ვიყავი, პოლონეთში, ლიეტუვაში, მე ყოველთვის ჩემ თავს უწოდებ როგორც რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს კურსდამთავრებულს, იმიტომ რომ მე-6 კლასიდან ალბათ 30, 35, 40 წლამდე სანამ მთლიანად გაიხსნებოდა ინტერნეტ სივრცეები და უკვე ეს კედელი ხო ჩამონგრეული იყო, მაგრამ პრობლემა იყო მაინც. მუსიკას ალბათ რაღაცა როლს თამაშობდა. ძალიან ძალიან მაგალითად ახლა ჯაზი არ მიყვარდა, მაგრამ რადიო სვაბოდაზე ვიტყვი, რადიო თავისუფლება და სულ უსმენდი, იყო ასეთი 45 წუთი ჯაზის, 55 მინუტ ჯაზა. რუსულენოვანს უსმენდი, იმიტომ რომ ქართულენოვანი იყო დღეში სამჯერ თითო საათი და ანალიტიკური გადაცემები იყო რუსულენოვანები ძალიან ონლაინ რეჟიმში იყო, ანუ მაშინ ხედავდა კროგლას უტოჩნი, საღერღამისო რეჟიმში იყო და ძალიან სერიოზული გადაცემები იყო და აღმოვაჩინე რომ ისტორიაც, რასაც ჩვენ სწავლობდით, თავიდან ბოლომდე ყალბი იყო, მე-6 კლასში აღმოვაჩინე, შემდეგ აღმოვაჩინე რომ ყველაფერი ყალბი იყო, რაც ჩვენს ირგვლივ ცხოვრობდა. ერთის მხრივ ანუ მომცა უდიდესი შესაძლებლობები უსმენდი მოკლე ტალღაზე, რომელიც იხშობოდა, სულ აღშობდა საბჭოთა რეჟიმი და ძალიან გაჭირებულად ღამის 2-დან 6 საათამდე მითენებია, ეს იყო მოკლე ტალღები, კავე 1, კავე 2, კავე 3, ხანიკი წავიდოდა, ხანიკი მაგარი დაწვალები. ძალიან და მაგრამ ერთი ამბავი ისაა რომ მაშინ ხო წვალობდი და მერეც არ გაჩერდა ეს შენი წვალება რა. ანუ აი გურის მოამბეზე. აი წამოვიდეთ, მოკლედ რაც შეეხება ახლა კედლის გაზეთში რაღზანის რედაქტორობას, ნანა ერხომაიშვილთან ერთად ხელმძღვანელობდი, ხელმძღვანელი პირი ვიყავი, მთავარი რედაქტორი. ერთჩვენი დროს არჩევნები ჩაატარა ახლა დანიშნულმა დირექტორმა გივი გიორგაძემ და ჩემ და გასაოცრად ასე გადააწყდა. მოკლედ, მაგრამ შემდეგ ნუ 80-იანი წლების მეორე ნახევარი იყო
მიტერან გორბაჩოვის დისიდენტების 300 დისიდენტი იქნა გამოშვებული საბავშვოში და მთლიანად ფაქტიურად არაფორმალებს გვეძახდნენ, არალეგალებს გვეძახდნენ, მაგრამ ნახევრად ლეგალურ სტატუსი შეიძინა ეროვნულ განმათავისუფლებელმა მოძრაობებმა და დაიწყო ყველაფერი შემოქმედის ეკლესიიდან. შემოგვიდის ეკლესიაში ვიყავი, მე დავითნე ვიყავი, ანაფორით დავდიოდი და იქ ვიკრიბებოდით ყველა. სტიქარით ალბათ, ანაფორის მღვდელი იქნებოდი. სტიხაროს არის. ბოლის როლში ვერ წარმოვიდგენ ხა, ვერც სტიქაროსის, მაგრამ ცოტა პრობლემა წავიდა წინააღმდეგი, თორე ანუ დღეს შეიძლება აქ ადგილობრივი მედიის დასვლა ადგილობრივი მღვდელი ყოფილიყავი. კი გეყოლებოდა ხა, პრადო. ალბათ მანქანა არ მიყვარს. ხურო. მოკლედ ვისაც კი გული შესწიოდა სამშობლოზე ყველა ვიკრებობით შემოგვიდეს ეკლესიაში და იქ მიდიოდა, რა ვიცი, ისტორიული რეალიტეტები, განხილვები, აბსოლუტურად ყველაფერი. და რა ვიცი, ყველაფერში მონაწილეობდით და ჩართული ვიცი ეროვნულ მოძრაობაში, ხო? კი, აქტიურად და თუმცა მე უფრო ეხა ამ გადაცემაში მაინტერესებს ის, რომ ხო, ანუ როგორ შექმენი გურიის მოამბე და რა მნიშვნელობა ქონდა იმ დროისთვის და რატო შექმენი საერთოდ და ამ წლების განმავლობაში რომ რა შედეგი მოიტანა ამ ყველაფერმა რა ბენეფიტი არის ეს ადგილობრივი მოქალაქეებისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის თავისუფალი პრესა. აი ეს მინდა რომ შენი თვალით დანახული მითხრა, რომ რა არის თითოეული მოქალაქის ბენეფიტი აქედან, რომ თავისუფალი პრესა არსებობდეს ქვეყანაში და განსაკუთრებულად რეგიონული მედია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი როლი მგონია მე ამ დიდ მედია სივრცეში. უნიშნელოვანესი და უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს არის ცენტრალური მედია. გეტყვით ახლა ესე იგი თავიდან იყო 90-იან წლებში თქვენობით რომ ელაპარაკები არავინ არ დაიჭერებს და მიშენობით ველაპარაკი რაღაცა იფრინდა რაღაცა და BGI-ში ვიყავ, შემდეგ Prime News-ად გადაკეთდა, შემდეგ იყო Interpress News-ი და რა იყო იცით, როცა მე მუშაობდი როგორც რეგიონალური კორესპონდენტი, უამრავ ინფორმაციებს ვაგზავნიდი, მაგრამ რედაქცია ხელმძღვანელობდა აუდიტორიის ინტერესებიდან გამომდინარე და მთელი რიგი ამბები არ ხდებოდა. ლოკალური ამბები არ ხდებოდა. მაგალითად 10 ამბიდან შეიძლება 6 მომხდარიყო პრაილისში, დანარჩენი არ ხდებოდა. და მივხვდი რომ ეს ამბები იყო უმნიშვნელოვანესი ამ საზოგადოებისთვის, ადგილობრივი საზოგადოებისთვის და არ ხდებოდა აქედან გამომდინარე, მივედი დასკვნამდე რომ აუცილებელი იყო ჩამომეყალიბებინა მედია საშუალება, რომელიც ადგილობრივ ამბებზე იქნებოდა ფოკუსირებული. და სწორედ აქედან ღია საზოგადოება საქართველოს ზუსტად მაშინ გამოაცხადა კონკურსი 2000 წლიდან დაიწყო და 2004-ში ავიღეთ გრანტი და დავაფუძნეთ ოზურგეთის მოამბე იყო, შემდეგ გურიის მოამბე და აქედან წავიდა და ვფიქრობ რომ აბსოლუტურად როცა ამერიკაში ზუსტად მან არ მინდა ეს ნაწილი გამოვტოვოთ, ანუ კიდევ ერთხელ კარგად რომ საზოგადოებისთვის და ჩემთვისაც რომ გასაგები იყოს, რატო არის მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი რომ ესეთი მედია არსებობდეს, რატო ვაკეთებ ამბმას და რატო გეკითხები ამ კითხვას, ხო? ანუ შენში ჩაიდო ისა რა ქვია, ჩვენი პარტნიორების, საგარეო პარტნიორების თანხა, იმიტომ რომ შექმნილი იყო ადგილობრივი მედია, ხო? ეს ხო რაღაც მათი ინტერესი არ იყო, ეს ხო ადგილობრივი ადამიანების ინტერესი იყო, იმიტომ რომ შენ რაღაცა ვისაც კი უჭირდა, ვისაც კი რაღაც პრობლემები ქონდა, მათ პრობლემებს აშუქებდი, ხო? რეალურად დაძლებდი კორუფციულ გარიგებებს, რა ვიცი, აქტიურად უწყობდი ხელს დებატებს და ასე შემდეგ, ხო? და რატო არის ეს მნიშვნელოვანი, რომ ინფორმირებული იყოს მოქალაქე და არ დაუბრუნდეს საბჭოთა კავშირში, სადაც რა ქვია, პრაღის ოფისიდან მოგვიწიოს რაღაცების სვედა. რადიო თავისუფლება მედიის უკან ერთი შეხედვით მდგრადი მედიების უკან სულ დგას პოლიტიკური ესტაბლიშმენტი, ხელისუფლება, თუნდაც პოლიტიკურობა ერთადერთი იყო რეგიონალური მედია და არის მედიები, რომლებიც არიან საერთაშორისო პარტნიორებიდან მხარდაჭერილი, რომლის უკანაც არავინ არ დგას საზოგადოების ინტერესების გარდა. ამით იყო მნიშვნელოვანი რომ ანუ პოლიტიკური გავლენა არ არის თითოეულ ნული პოლიტიკური გავლენა და რასთავარია რეგიონალური მედია სწორედ ამან განაპირობა რომ საქართველოში ყოფილიყო ყველაზე ეთიკური და ყველაზე ობიექტური მედია. შემიძლია ვთქვა რომ საერთაშორისო ფონდებმა თუნდაც ღია საზოგადოების საქართველოს რაც გააკეთა საქართველოში წერა-კითხვის გამოცდილების საზოგადოების შემდეგ ასეთი
ასეთი მძლავრი დახმარება ქართულ საზოგადოებას არ ქონია. ნებისმიერი მიმართულებით ექნება ეს განათლება, კულტურა, მედია თუ ასე შემდეგ. პრინციპში ეხლა რო უყურებ, ეხაც რო გადავხედოთ, ხო, ეს ადგილობრივი მედიები, ეხაც ზუსტად იგივე ნაწილში არიან, ზუსტად იმიტომ არიან ესე დარტყმის ქვეშ, ხო, ახლა მზია ამაღლობელის მაგალითს რომ მოვიყვანთ, ხო, რომ ადამიანი ციხეში ზის, იმიტომ რომ მისი მედია არის კრიტიკული და მართლა ყველანაირი გავლენისგან თავისუფალი. ასევე შენც ეხლა როგორც ხო, გურიის მოამბე, ხო, ხშირად ყოფილა ხელისუფლების სამიზნე. ხო, რავი, რამდენიმე ათეულობით პროცესი გაქვს სასამართლოში ზოგადად. კეისია 300-მდე სასამართლო პროცესი, ჯარიმები, მარტო აჯელო არის ჟურნალი ხულიგნობისთვის სამართლები, მაგრამ ეს უბრალოდ მე აი მაგალითად მე ვცხოვრობ ქალაქ ოზურგეთში, ჩემგან ერთნამბიჯი არის ათეულობით სუპერმარკეტი, მაგრამ მე როცა პურისთვის გადავდივარ, აუცილებლად თან ყოველთვის მაქვს ცეცაკის სპრეი და ელექტროშოკი, იმიტომ რომ მე მუდმივი თავდასხმის ქვეშ ვარ. რა თქმა უნდა, ახლა ჟურნალისტი ვიყავი მხედრიონის დროს, აღორძინების დროს, შევარდნაძის დროს და ეს გამოცდილება ახლა როგორ შეადარო, იცი ახლა მხედრიონზე გაზვალყავებული მეტადონში კი და რაც ხა ისინი, მაგრამ ძალიან ისეთი არიან ასეთ თავდასხმებს და ასეთ ზეწოლებს არავინ არ ესენი რო კადრობენ. ერთის მხრივ ხელისუფლება ცდილობს რომ შეგავიწროს ამ რაღაცა შპანით, ასე ვთქვა და რაღაცა. მეორე მხრივ გადავიკეთოს არსებო. ხო, მეორეს მხრივ ცდილობს რომ შეგიზღუდოს თქვა უკვე რაღაცა მას რაც ხელთ ბერკეტები აქვს თქვა ადგილობრივ ხელისუფლებას თუ ცენტრალურს, იმითი მოგდგეს და იმითი შეგიქმნას პრობლემები, ხო? ხო ეგრეა რომ აქვს საზოგადოებამ უნდა თქვას თავისი სიტყვა ჩვენმა აუდიტორიამ, იმიტომ რომ აუდიტორიამ არ უნდა ჩათვალოს რომ ეს არის რაღაცა პიროვნული დაპირისპირება. ღმერთმა დაიფაროს ამ მაგალითად ევროპამ რომ ჩათვალა რომ რუსეთის შემოჭრა ახლა ბოდიში პარალელისთვის, მაგრამ 2008 წელს საქართველოში იყო პუტინის სააკაშვილის პიროვნული დაპირისპირება და დღეს ახლა ყველა ვაიმე ბოდიში და რაღაცა და ეს პიროვნული დაპირისპირება კი არა, ეს არის პრინციპული დაპირისპირება, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად ჩვენ ვართ ოჯდოგები, მყეფარე ძაღლები, ჩვენ ვყევთ იმისათვის რომ საზოგადოებამ არ დაიძინოს, ფხიზლად იყოს საზოგადოება, ოზურგეთი, გურია იყოს ფხიზლად ადამიანები, იმიტომ რომ ხელისუფლებამ ისინი არ გაძარცვონ და არ მოპარონ ხშირ შემთხვევაში ახლა ძაღლიც დაუშვათ შეიძლება ტყუილაყებს ხანდახან არის სიტუაცია, მაგრამ აუცილებელია. აუცილებელია ძაღლი ხშირად, იმიტომ წაიყეფებს რომ პატრონის სიფხიზლეს ამოწმებს და ჩვენ ხშირად ხანდახან ყევთ და შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს რომ არ იყოს საკეპარი, მაგრამ მაინც ყევთ, მაგრამ ვამოწმებთ. საზოგადოება არის ჩვენი პატრონი. და ვამოწმებთ ჩვენი აუდიტორიის სიფხიზლეს. სამწუხაროდ ახლა ვატყობ რომ ცოტა ლეთარგიულ ძილისკენ მიდის საქმე და ახლა კპენაზე არ გადავალთ, მაგრამ ცოტა ხმას აუწევ და იქნება უფრო მჭექარე, იმიტომ რომ ახლა ამ კონკრეტულ სიტუაციაში ამ გადამწყვეტ დროს აუცილებელია რომ საზოგადოება იყოს ფხიზლად. თორე როგორ შეიძლება ფხიზელმა საზოგადოებამ აიტანოს ის, რაც თუნდაც ოზურგეთში, გურიაში და საქართველოში ხდება. ეს გამორიცხულია და თუ ვინმე ამის ატანას აპირებს, ჩავთვალოთ უნდა რომ ჩვენი ადგილი ამ საზოგადოებაში არ არის, მაგრამ არ არის ასე. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, ვისაც არ აქვს მერკანტული, კომფორტული და რაღაცნაირად კოლაბორაციონისტული მიდგომები, მზად არის რომ ამ ქვეყანაში ერთხელ დასაიმდაუმოდ საბოლოოდ შეიცვალოს ყველაფერი აბსოლუტურად. საბოლოოდ დაამთავრეს ეს ის რაღაცა რუსული და საბჭოთა გავლენები ჯერ კიდე სამწუხაროდ არის, ხო? და რა თქმა უნდა. საინტერესო ამბავია კიდე ერთი შესთავს მოკეთ საინტერესო ამბები ხდება. ფოტოს ამბავია და მოკითხებს დღეს რო გადაი. მე უბრალოდ კი მომივიდა უწყება და დამირეკე და რაღაცა და მოითხოვე მაგისტრი მოსამართლეს მიერ დაკითხა, როცა ჩავედი თბილისში და იქ დამხვდა განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი მოსამართლე რომ დაიწყო საქმის საკითხვა, ცოტა გამიკვირდა რა, ესე იგი თქვენო იცით რა საქმეზე იკითხებით, მოსამართლე მეკითხება და არა მეთქი მე უთხარი და შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური დეპარტამენტის ანტიტერორისტული სამსახურის მიერ მიმდინარეობს გამოძიებაო სახელმწიფოებრივი გადატრიალების გზაზე ადამიანების ლიკვიდაცია და ტერორისტული აქტების მოწყობა.
და ეს იყო გადაღებული სურათი და საქართველოს დამოუკიდებლობის ოფიცერმა მთხოვა რა და არ მინდა ახლა ეჭვშევიტანო ემპათიოსან კაცში ალალა და გულწრფელად მთხოვა რომ რო უყურებდი ამ ანტისნაიპერულ შაშხანას ძალიან მომეწონა ესე ყურშიც მომხვდა ანტისნაიპერული ახლა ბავშვობაში სულ დეტექტივები და რაღაც ასეთები მიყვარდა ომებზე წიგნები და ასე შემდეგ და ისტორიული მოვლენების უფრო რაღაცნაირად დოკუმენტურ ძირითადად სარგებლობდი აი დოკუმენტური ლიტერატურა რა არის ახლა გამოშიგნული ლიტერატურა დოკუმენტური უბრალოდ რაღაც ჟურნალისტების რომ წერენ რა ჟურნალისტიკა არის გამოშიგნული მხატვრული ლიტერატურა რომელსაც რაღაც წიაღსვლები არ აქვს და მხოლოდ მშრალ ფაქტებზეა ორიენტირებული და ახედან გამომდინარე მიყვარდა ასე რაღაცა ანტისნაიპერული შაშხანა ცოტა პირველად დავინახე და მივხვდა იმ ოფიცერმას და გადავიღე სურათი სამსახურებრივი ატრიბუტიკა ჩანს სურათშივე და ამ სურათზე მოკლედ ატყდა ხო ნუ ეს ის არის რა ქვია ხან ბორბლებს მალავენო ხან რაღაცაო და შენ თლად ფოტოს გამოგაცხადეს ქვეყნის იმად მაგრამ ახლა მიმდინარე წელს ეხა უძანად გაფერნებთან გადავიდე შომსროლელი არტილერია და ნახოთ რა სიტყვა ეხა რა მინდა კითხო და რა თემაში მინდა განვიხილოთ რომ შენ მე ერთის მხრივ ეხა ეს რეპრესიული კანონები რომელიც მიიღო ხელისუფლებამ ხო ეს ფაქტობრივად გიგრძალავ შენ რაღაც დაფინანსების მოპოვებას დონორული დაფინანსების მოპოვებას მეორე მხრივ შერითიც არსებობდი და ზუსტად იმ გავლენებიდან თავისუფალი ყოფილიყავი შენ ქონდა შენი დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო ხო რომელიც ხელისუფლებამ გაგინადგურა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამაზე როგორც ვიცი რაღაცა თან კანონდარღვევით იყო და ერთი-ორი სიტყვით ამ თემაზეც რო გითხრა ესე იგი მე როგორც ვფიქრობ ვიღაცამ ჩამოიარა რუსეთის ფსბ-ს თანამშრომლობა და ნახა რომ ოზურგეთში სადღაც მისთვის მიყრუებულ ქალაქში გამოფენილი არის უკრაინის ხადაჭარი ბანერები ბილბორდებზე ქალაქის ცენტრში ალბათ, იმიტომ რომ 6 თვე იყო და საერთოდ ჩვენ ეს გავაკეთეთ გურიის მოამბეს თავის საკუთრებაში ქონდა გია საზოგადოება საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში 4 დიდი ბილბორდი ქალაქის ცენტრში, ქალაქის ცენტრებში რა, სხვადასხვა ადგილებში და გამოფინეთ რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ერთ კვირაში ცნობილი ზმეინი კუნძულ ზმეინის ამბავი რუსკი ვაინი კარაბლ წადი სადღაც აი ეს ქონდა გამოფენილი მოკლედ რა ახლა არ იფიქრო რომ მე ქუჩაში გამოფინე და მაშინ სტუდიაში რაღაც ერიდებიო რუსკი ვაინი კარაბლ იდი ნახვი შეულებრივი ამბავი ეს საერთაშორისო რეალიზაციის ფრაზა შემდეგ და მოკლედ ემჩვენი ერთ დღეს აი კიმერიელებივი შეესივნენ და ყოველგვარი სასამართლოს ქონდა შემაკავებელი იმიტომ რომ მე გვაჯარიმენ სრულიად უკანონოდ მაგალითად შენ ჯარიმას როცა ზედამხედველობის სამსახური გაჯარიმებს პირდაპირ სასამართლოში ვერ გაასაჩივრებ შენ უნდა გაასაჩივრებ ზემდგომ ორგანოში ამას ყველაფერს თავისი დრო აქვს და ისა ხო სხვადასხვა ინსტანციურად ხო თქვენ გამოსტილი ხართ ამ საქმეში და აი მაგალითად გასაჩივრებული რო გავასაჩივრებ კიდევ დაგვეჯარიმენ კიდევ და მოკლედ 10,000 გადაახტა ეს ჯარიმები ძალიან სერიოზული თანხაზავი და სასამართლოში დღესაც უამრავი სარჩელია წყალი გვაქვს გადაკეტილი ოფისში სხვაზე რაზე უნდა ვისაუბროთ და ძირშივე მოგვიჭრენ სასამართლოს ქონდა შემაკავებელი და მოსამართლემ გითხრა რომ ჩვენ ვთქვართ კონკრეტულად რომ ასე და კიო რაზეა საუბარი ისე მოსამართლე თქვა ვინ გაბედავს ახლა ამას რასაც და მიუხედავად სასამართლოს შემაკავებელს და ძირშივე მოჭრენ და როცა გამოვიძახეთ 112-ში დავიეგე და მოვიდა საპატრულო ამ ოცნებამ მერიამ სასწრაფოდ გამოიძახა ადგილობრივი პოლიცია გააგდო საპატრულო გააგდო და ესო ჩვენი ქვემდებარეაო და ვეკითხები გია შარაშენიძეს ოზურგეთის პოლიციის უფროს კი მაგრამ ამას კითხულობთ მეთქი თქვენ სასამართლოს შემაკავებელ ორდერს ხო და არ წერიაო მოჭრაო და მე ვთქვა შეოჯახაშენებულო მოსამართლე ხომ არ დაჭერდა ახლა არ მიაშარდოთ არ ამას ხوار ჩაწერდა განკარგულებაში ჩაწერდა შეიძლება შეხება გასხვისება დემო ასე შემდეგ არა შენც არ მომიგდეთ ხო ამიტომ ხო ნუ ყველა მხრიდან გადავიკეტენ ხო რო რეალურად გაჩენე ხო მინიმუმ რავი საიტი რო ვერ ამუშაო და ეს ინფორმაცია რომ მოუგუტეს ხო რომ როგორ ხარ ფეხი მაგათ ენაზე როგორ თქვა ახლა რომ გაჭიმული ფეხები მაგალითად და ძაღლი მიაგვტათ სულში და რაღაც ამ სტადიაზე რომ გადაგვიყვანონ რა
მოდი ახლა რამდენიმე სიტყვით პროტესტსაც შევეხოთ. შენ ის ჟურნალისტი ხარ რეგიონულ მედია, რომელსაც ერთი კაცის პროტესტი ჰქონდა ავტობანებზე, ხო? როგორც მახსოვს, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქედან კიდევ ერთხელ თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და სოლიდარობა ყველა სინდისის პატიმარს და შენ აქტიურად იყავი ჩართული ამ პროცესში. მაგაზე გვითხარი ორი სიტყვა და ზოგადად საქართველოს მიმდინარე პროტესტზე შენი მოსაზრებები ძალიან საინტერესოა. ჩვენ ფაქტობრივად რეგიონული მედია ვართ, როგორც გითხარ, ერთი ოჯახი. შეიძლება რაღაც სუფრაზე რო ვიყო და დედმამიშვილები ვართ, იმიტომ რომ 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან ჩვენ ბათუმელები, ყველა მედია სამეგრელოდან, იმერეთიდან, კახეთიდან, ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან ერთი სულ ხშირად მაგალითად ძალიან დიდი თანხები დებოდა ჩვენს გადაკვალიფიცირებაში. ფაქტობრივად ინტელექტუალური ინვესტიციები იყო ძალიან დიდი და ერთად ვიყავით ყველგან ტრენინგებზე, სემინარებზე, ერთად ჭამდით, ერთად სვამდით და დედმამიშვილები ვიყავით, მაგრამ იყო გამორჩეულების და ბათუმელები ყოველთვის იყო ლიდერი რეგიონალური მედიის. თავი რომ დავანებოთ მზიას, ეთერის, თუნდაც და სხვების პიროვნულ თვისებებს, ხომ ისედაც თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, შემდეგ net გაზეთი, პროდუქტი და თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ძალიან სერიოზული მიღწევები ჰქონდათ ამ ადამიანებს, ამ მედია ჯგუფებს და რაც ჩვენ ყოველთვის გვიხაროდა და შემთხვევითი არ იყო რაც მოხდა ის რომ მოხდა რა, ეს შემთხვევითი არ იყო და მზია ფაქტობრივად ჩვენი სიმბოლო, ახლა მზიას რასაც უკეთებენ, ჩვენ გვიკეთებენ. ყველას კი, ეს საკუთარ თავზე აღვიქვი პირადად. და ორმაგად, სამმაგად და 100 მაგად მტკივნეული იყო ის, რაც ხდებოდა. მე ვიფიქრე რა უნდა გამეკეთებინა მე ერთ ადამიანთანაც ძალიან მძიმე დრო არის, ძალიან სერიოზული წნეხი მიდის, მაგალითად იცით რომ ჩვენი რედაქტორი საზღვარგარეთ არის გაქცეული, იმიტომ რომ მას ორი პატარა მცირეწლოვანი შვილის ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ. გახსნილია საქმე, თბილისის მერიის თანამშრომლები აღმოჩნდნენ, მაგრამ ამის იქით არ წავიდნენ. და აქედან გამომდინარე იქნება ტიტუშკა ეხა ამათი და აქედან გამომდინარე მე რა უნდა გამეკეთებინა რომ მე მოვერიდე დარტყმის ქვეშ დამეყენებინა ჩემი კოლექტივი. მესმის, კი. ბოდიში ამ სიტყვისთვის თანამშრომლები, რედაქცია და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე რომ ერთი კაცის აქციები ჩაგვეტარებინა და ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვიერთა, ბევრი კოლეგა შემოგვიერთა და რა ვიცი მე მგონი რომ რაღაცა ეფექტური იყო, იმიტომ რომ სუსი დაგვდევდა. აბსოლუტო სუსი, პოლის ყველგან სულ რა ვიცი მე რა. რა მნიშვნელობა პროტესტს ზოგადად ის იყო რომ უამრავი ადამიანი გვიჭერდა ამას. რა მნიშვნელობა გზაზე ხო სიგნალების და გზებზე კი არა სოფლებში ავედით, მიხელებულ სოფლებში ავედით. ავედით მაგალითად მაღალდიან სოფლებში და იქ რაღაცნაირად ეს იყო ეს ცხიწაპატაკინ უჭლელი ლენინი ვიდიყო. ამირს ხნავდით რა, როცა ამ სოფელში ავდიოდი და ძალიან კარგი ის იყო რა, რაღაცა როგორ რაღაცა იყო, იცი? უამრავ ადამიანს მივეცით მაგალითი, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის და მივეცით შესაძლებლობა, რომ არანაირი პრობლემა არ არის. არანაირი სიმართლე ძალიან ბევრგან ამიტანეთ, სადაც იცოდნენ, აბსოლუტურად ყველაფერი იცის, მაგრამ ყველა იქცევა იქიდან გამომდინარე, როგორც მას აწყობს და უნდა. და ჩვენ ამ სოფლებში ასულით მზიას თემით, პრობლემების თემით, ადგილობრივებს მივეცით მხნეობა და სოლიდარობა. რა თქმა უნდა, იქ შეიძლება არავინ არ მოვიდათ ჩვენთან, არ დაგვესაუბრა, მაგრამ რა არის, იცით, რეკლამასაც და ამბავსაც, აი, განცდა შეიტანა. შემოიდის, ხო? ჩვენ იქიდან წამოვიდით, თელმა სოფელმა იცოდა ერთ საათში, რომ იქ ახლა ლადომენამდე ავიდა თუ გურის მომბი არა, მაგრამ იქ რომ ავიდნენ ექსტრემისტები. ხო და ხვირი ადინენ, იქაურობას ყველა მიცოდა უკვე. და ამ რაღაცნაირად აი საბჭოთა კავშირს ასეთი შტაბ-ეჭრება მშდებოდა, რომ სადაც ავდიოდით, ყველგან საბჭოთა კავშირს ვანგრევდით რა. აი ხობა, აი ყინული, აი ჩვენი მიზანი რა არის, ეს საბჭოთა ტვინები რა, საბჭოთა ტვინები უნდა იმას გავალღოთ როგორმე და დავანგრევთ, რომელიც არის საბუდარი და ძალიან კარგი საყრდენი ყოველთვის იმპერიალისტური გზნობების და ნებისმიერ დროს შეუძლიათ რომ ახლა უხერხულ სიტყვას არ ვიტყვა, მაგრამ ეს ტვინები გარკვეული მიმართულებით გაგვიკეთონ.
იდეაში მადლობა ლადო, მადლობა სტუმრობისთვის. მართლა საინტერესო რესპონდენტი ხარ და რაღაცა დიდი მადლობა შენი ბრძოლისთვის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მედია ქვეყნის განვითარებისთვის და თავისუფალი მედია და ყველაფრისგან დამოუკიდებელი მედია ქვეყნის განვითარებისთვის და ამისთვის მადლობა, რასაც შენშვები და ბევრ წარმატებას გისურვებ და აქვე ბოლო კითხვა და ამით დავასრულოთ. თბილისში მიმდინარე პროტესტი რა. როგორ შეაფასებ, რა მოლოდინები გაქვს და რა მნიშვნელობა აქვს ამ პროტესტს ზოგადად? საერთოდ უმნიშვნელოვანესი, როგორ გიხარ ამის მნიშვნელობას, ამის შეფასებისაგან მე თავს შევიკავებ, მე ვიტყვი მხოლოდ ერთ რამეს, რომ აი მაგალითად ახლა იმ გამომძიებელსაც დაკითხვაზე რო ვიყავი, ესე იგი, რამდენჯერ ვიყავით აქციაზე და ვისთან ერთად იყავით და რაღაცა ამ აქციაზე აქვს რაღაცნაირი კატასტროფული შიში, გაცხოველებული და ალბათ სამართლიანიც და ჩვენ ახლა აქტიურ გაშუქების რეჟიმში ვართ ჟურნალისტები ამ აქციებიდან გამომდინარე და აქტიურად მონაწილეები აბსოლუტურად ყველა აქციის და ჩვენც ვატარებთ აქციებს. რადგან ეს ოზურგეთი იქნება თუ თბილისი იქნება, ყოველთვის უერთდებით ბათუმი და ქუთაისი, იმიტომ რომ ჩვენც ვისაც კონსტიტუციურ უფლებას, თქვენს ჟურნალისტები, როგორ სიტუაციაში ვართ, იცი, აი ხელისუფლებამ ხომ ყოველგვარი ზღვარი ჟურნალისტ, მოქალაქეს, პოლიტიკოს, დისიდენტს, ყველანი დისიდენტები გავხადა რა. აი დისიდენტობა რა არის? დისიდენტობა ძირითადად არის დიდი დამანგრეველი ძალა. ვაცლავ ხაველის გარდა ვერცერთმა დისიდენტმა ქვეყნის აღშენებლობაში ვერანაირი პოზიტიური წვლილი ვერ შეიტანა. ლეხვალესა და დაწყებული ზვიად გამსახურდიად დამთავრებული დისიდენტების ფუნქცია ერთადერთი არის არსებული რეჟიმის ნგრევა. ხო და სიმართლე გითხრათ ახლა გარკვეულწილად ისეთი პერიოდები გამოვიარე, რომ ამ სიტუაციაში ისე ვზრუნავ თავს როგორ თევზი წყალში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ რეჟიმს ჩვენ დავანგრევთ. ესრები უნდა დავანგრიოთ აუცილებლად და ამ მშენებლობაში, ანუ იმას სულ არ მივიღებ მონაწილეობას, რატომ უნდა ვიყო? შენ გააგზელებ ყეფას. მე გავაგზელებ ყეფას. ეგაა მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყეფა რო არ გააგზელო, იმ აღშენებისკენ ხიზლად რომ ხო, იმ მოსულმაც რამე ისეთი არ დაიწყოს, რომ რეჟიმი გამორიცხულია როგორ შეიძლება დავით დარჩია მართოს ქვეყანა. გამორიცხულია როგორ უნდა მართოს, გიორგი ყურჭუმელიძემ როგორ უნდა მართოს ქვეყანა, მაპატია შენი მეზობელია. მაგრამ აი ამათმა როგორია ამაზე ჭკვიანები გონია თქვენ ზემოთ არ დაიჯეროთ არ შეიძლება ის სტომაქზე ორიენტირებულობა დამთავრდეს არა ნუ მათი სახეა ის ეხლა კალაკი რაც ხდება გენიტალიებით დაწელილი ბოდიშები პერსონიფიცირებისათვის მაგრამ ასე არის ეს განზოგადებული კოლექტიური სახე არის ეს რა არ შეიძლება ეხლა ლავრენტი მიგომიდოდა მე თქო და პუნქტი ანგება მაგრამ ჩაბარდა წარსულს გაგახსენდა და აბსოლუტურად მე ვარ ღრმად დარწმუნებული რომ ახლა 8 ოქტომბერს თუ არ შეიცვლება და თუ არ დაემხობა ხელისუფლებამ შედობია ხუთი დაემხობა ხო რა თქმა უნდა მეც რაღაცა თარიღები მნიშვნელოვანია იმიტომ რომ რაღაც მობილიზება თუმცა მადლობა პოზიტიური ნოტისთვის იმიტომ რომ მე ღრმად მჯერა რომ ესეთი რეპრესიული რეჟიმი რომელიც დღეს საქართველოში არის ის ვერ მოახერხებს საბოლოო ჯამში რაღაცა ამ რეჟიმის კონსოლიდირებას და საერთოდ რაღაცა სამოქალაქო საზოგადოების გაქრობას ამ ქვეყნიდან რა საბჭოთა კავშირმა რუსეთმა საქართველოში მიდო გაიმარჯვა რომ ნუ 1000 მიზეზია და არ მინდა ღრმად წავიდე იმიტომ კი არა რომ მიხეილ ჯავახიშვილი დაახურიტენ ტიციან ტაბიძე დაახურიტენ ევგენი მიქელაძე და ძალიან ცუდია რომ ესენი დაახურიტენ ძალიან ცუდია 24 წლის შემდეგ რაც მოხდა საშინელება მაგრამ რუსეთი იმიტომ დამკვიდრდა რომ 70000-ზე მეტი ადამიანი რომლის სახელი და გვერები ჩვენ არ ვიცით და უცნობია ესეთო ისტორიოგრაფია საქართველოს არ ყავს უცებ ადამიანები ვეტექიმები ვეტერინარები ინჟინრები, ეკონომისტები, ყველა ის ადამიანები, ვისაც საზღვარგარეთ ჰქონდა მიღებული განათლება, ყველა დაახურიტეს საქართველოს 70000 აღემატება ეს ციფრი. კი, საოცარი ციფრები. ეხლა 300000-ზე მეტი ვართ ასეთი ადამიანი. მათო გაცვლითი პროგრამები და 21 საუკუნეა და ეხლა თუ ჩვენ გადაგვივლიან და თუ ჩვენ ყველა მილიონ ადამიანი უარეს მიიღებენ მაგ შემთხვევაში, თუმცა მე მაინც მგონია რომ
მაინც მშვიდობიანი პროტესტი და მშვიდობიანი რეჟიმის შეცვლა რევოლუციაც შეიძლება მშვიდობიანი იყოს და რავი დამხობას ეხა საოცრებას ედავებიან იმას ხაბეიშვილს ხო რაღაც საოცარი მუხლია ადამიანი რავი იძახო და მშვიდობიანი და რაღაცა ხო ეგ არის რა და მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის მადლობა რომ ესე პოზიტიური ნოტით დაასრულე მეც გეთანხმები მაგნაციაში როგორც გითხარი და რა ვიცი არა სხვაგან მე ეს კი არ მინდა ისტორიული ის არის მე შეიძლება ახლა რო უყურებ ახლა შემდეგ ჭვიანები მოვლენ ხელისუფლებაში და შეიძლება ჟურნალისტებიც ახლა ყველა სულელი რო არის ადვილი იყოს მაგრამ ქვეყნისთვის ხო რეჟიმის ნაწილშიც რა ვიცი ისტორიული კანონზომიერებაა რომ ესეთ რეჟიმები ერთხელ ვარდებიან საშინლად მე. ძალიან მაღლა გონიათ თავი და მე ძალიან წარედ ეცემიან. მადლობა ლადო, წარმატებები შენ საქმიანობაში და იმედია მალე ერთად ევროკავშირში გაწევრიანებულ ქვეყანაში გავაგრძელებთ საქმიანობას. აუცილებლად მაგის იმედად ვცხოვრობთ რომ ჩემმა შვილმა ჩემი გასაკეთებელი და შვილიშვილმა ჩვენი გასაკეთებელი საქმე მას არ უნდა არ დარჩეთ ეგარი მთავარი იმათ სულ სხვა პრობლემები უნდა გქონდეთ სხვა აღშენებობა და პრობლემები მაქვს რაც მოგვიჩენს ხო საფრთხე მადლობა